მართლაც ძალიან საამაყოა დღეს აქ დგომა და ამდენი თავისუფალი ბიზნესმენთან ერთად დღევანდელი შეკრებაზე ყოფნა. მე რამოდენიმე კვირის წინ განვაცხადე, რომ ჩვენი კომპანია ვაკეთებთ ეკონომიკურ ანალიზს თუ რას უნდა ველოდოთ საქართველოში უახლოეს პერიოდის განმავლობაში. ამ ეკონომიკურ ანალიზის კეთება ჩვენ მორჩით რამოდენიმე დღის წინ და მინდა რომ წარმოგიდგინოთ ის სიტუაცია, რასაც უნდა სავარაუდოდ ველოდოთ უახლოესი 1 წლის, 2 წლის განმავლობაში ჩვენ საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით. რო გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად არის, ხო დამიჯერებთ? თქვათ ეგრე არ არის. მე დავიწყებ პირველ რიგში მცირე მიმოხილვით, ძალიან შევეცდები, რომ თავი არ მოგაწყიდოთ, მაგრამ უბრალოდ მცირე ანალიზი რო გავაკეთოთ წარსული პერიოდის და არსებული ეკონომიკური მაჩვენებლების უფრო გავამარტიო ჩვენი პროგნოზები და უფრო მარტივი გავხადოთ თქვენთვის ასახსნელად პროგნოზები რაზე არ დაფუძნებული. საქართველოს ეკონომიკა ბოლო 20 წლის განმავლობაში დოლარში ერთ სულ მოსახლეზე როგორი იყო ამ პერიოდის განმავლობაში. დავიწყეთ $1000-დან ერთ სულ მოსახლეზე და დღეს გვაქვს $9000 ერთ სულ მოსახლეზე. შეგვიძლია დავყოთ რამოდენიმე ეტაპად, როდესაც პირველი ეტაპი, როდესაც ეკონომიკა იზრდებოდა და $4500-4800 მიაღწია. შემდეგ მოხდა გარკვეული პლატოს პერიოდი გვაქვს, როდესაც 7 წლის განმავლობაში დაახლოებით $4500 და $5000 ფარგლებში მერყეობდა. კი, ეკონომიკურიც დაიყო, მაგრამ კურსის გამო დოლარში არ იზრდებოდა ეკონომიკა და ბოლო 3 წლის განმავლობაში გვაქვს საკმაოდ კარგი და მაღალი ზრდა მართლაც. თუმცა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გასათვალისწინებელი, რომ ეს ზრდა არ არის გრძელვადიანი, ეს ზრდა იყო გამოწვეული მოკლევადიანი პერიოდით, როდესაც რუსეთიდან დიდი რაოდენობის თანხა შემოვიდა ქვეყანაში და შესაბამისად ზრდა გამოიწვია გარკვეულწილად ამ ერთჯერადმა შემოდინებამ ფულისამ, რომელსაც არ აქვს, ანუ 2025 წელს რო შევედით, უკვე ამ ზრდას არ ქონდა რეალური, ასე ვთქვათ, პერსპექტივა, რომ იგივე ტემპის ზრდა გაგრძელდებოდა. ეს ჩანს შემდეგი სლაიდიდანაც, სადაც ხედავთ, რომ რეალურად თელმა რეგიონმა ისარგებლა რუსეთიდან გამოსული ფულით, არა მარტო საქართველოს, არამედ სომხეთმაც, ტაჯიკეთმაც, უზბეკეთმაც და ყველგან თითქმის ზრდა მოდიოდა რამოდენიმე მიმართულებით. ეს იყო ლოგისტიკური მიმართულება, ეს იყო ფულადი გადმორიცხვები, მაგალითად საქართველოს შემთხვევაში ფულადი გადმორიცხვები ამ პერიოდში გაორმაგდა 7%-დან დავიდა ჯერ 17%-ზე, შემდეგ 14%-ზე და შესაბამისად აი ამ ემიგრაციის წამოსვლის საფუძველზე მოხდა მოხმარების ზრდა. და გვაქვს ჩვენ ესეთი სიტუაცია, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, რომ ერთჯერადი ფულის შემოდინებამ გამოიწვია საკმაოდ კარგი ზრდა, მაგრამ ეს ზრდა არ არის განგრძნობითი. ეს ზრდა არ არის ისეთი, რომელიც ჩვენ ასე ვთქვათ 25-26 წელიწადშიც გვექნებოდა. უბრალოდ ცოტა რთული სლაიდია, მარტივად შევეცდები ავხსნა, რომ საქართველოს ეკონომიკურ ზრდა მოაქვს რეალურად ან მოხმარებას, ან ინვესტიციებს. კიდე არის, რა თქმა უნდა, ექსპორტი, ტურიზმი, მაგრამ იმპორტი დანარჩენს რაოდ აბალანსებს ხოლმე და ჩვენი ზრდა დამოკიდებულია ან ინვესტიციებზე, ან მოხმარებაზე. ინვესტიციები არის ლურჯად, მოხმარება არის შავად, სადაც ხედავთ, რომ ინვესტიციები მაღლა, ესე იგი ინვესტიციებმა მოიტანა ზრდა, ესე იგი ის არის გრძელვადიანი რეზულტატის მომტანი. ეს არის ესე იგი სიტუაცია, როდესაც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება, ახალი პროდუქცია გამოვა, ახალი ექსპორტი შეიქმნება. სადაც შავია დიდი, ხო? ეს ის ნაწილი, როდესაც ძირითადი ზრდა მოდის მოხმარებას. ეს არის ხშირ შემთხვევაში ერთჯერადი, როდესაც აი თუნდაც ეხლა ჩვენ მივიღეთ რაღაც პერიოდის განმავლობაში ემიგრანტები რუსეთიდან, სხვა ქვეყნებიდან, მათ მოხმარება გაზარდეს და ისინი როგორც კი გავლენ, ეს ამ ზრდის ნიველირებაც მოხდება. 2024 წელის 9 თვეც სწორედ ამას გვაჩვენებს. შემდეგი სლაიდსაც შევეცდები, რომ ცოტა ისე გავამარტიო, ეს არის საიდან ვიღებთ ჩვენ როგორც ქვეყანა ვალუტას. და რაში ვხარჯავთ. ანუ ოჯახი რო წარმოვიდგინოთ, ოჯახს რა გვაქვს შემოსავალი და რა გვაქვს გასავალი. გასავალი ძირითადად ვხარჯავთ იმპორტზე, ეს არის წითლად რაც არის და შემოსავალი არის საქონლის ექსპორტი, ტურიზმი, ფულადი გზავნილები და პირდაპირ ინვესტიციები.
აი ამ შემოსული თანხებიდან ჩვენ რეალურად ვიღებთ ვალუტას და თუ არის რაიმე დისბალანსი შემოსულ თანხებსა და გასულ თანხებს შორის, ეს უკვე აისახება შესაბამისად კურსზე. ეხლა მნიშვნელოვანი რა არის? იმპორტი ძირითადად არის დაფინანსებული ხოლმე აი ამ 4-5 პარამეტრით, რომელიც საინტერესოა საიდან შემოდის ქვეყანაში და მათი შემცირება რას გამოიწვევს. რატო ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჩვენ რეალურად უყურებთ იმას, რომ 2025-26 წლებში აი ის მთავარი მაჩვენებლები, საიდანაც ჩვენ ფულს ვიღებთ, ყველა მცირდება. და შესაბამისად ეს აუცილებლად აისახება ეკონომიკაზეც და კურსზეც. უბრალოდ ინფორმაციისთვის, რომ წარმოიდგინოთ, ლურჯად არის ევროპული და დასავლური ქვეყნები. ანუ ჩვენი ფულის შემოდინებების უდიდესი ნაწილი დღესდღეობით და ეს აღებულია ბოლო წლების ჯამები, დღესდღეობით დამოკიდებული არის სწორედ დასავლეთიდან ფულის შემოდინებას. გინდა ავიღოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ამ შემთხვევაში 78% ჩვენ რასაც ვიღებთ თანხებს არის შემოდინება ევროპული და ამერიკული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. გინდა ავიღოთ პირდაპირ ინვესტიციები 47% სწორად იქ, ანუ ლურჯად არის დასავლური ქვეყნები და შემოდინული თანხები. ტურიზმი არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, აქ უფრო რუსეთი და დსთ-ს ქვეყნები ბატონობს და გზავნილებიც რეალურად 44% დასავლეთიდან ვიღებთ. ასევე ადგილობრივი ექსპორტიც, ადგილობრივი წარმოებული ექსპორტის დიდი ნაწილი სწორედ დასავლურ ქვეყნებში გადის. შესაბამისად, ჩვენი თანხების, აი იმ ვალუტის, რასაც ჩვენ ვიღებთ, დიდი ნაწილი შემოდის სწორედ ევროპული და ამერიკული ქვეყნებიდან, ევროპული და ამერიკული კომპანიებიდან. ამას ემატება რა? ამას ემატება, რომ აი ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, როდესაც გაგვიჭირდება ხოლმე ქვეყანას, მაშინ განსაკუთრებული დიდი ოდენობით გვეხმარებიან. ეს მოხდა 2008-2009 წელს ომის დროს, ომის შემდეგ, ეს მოხდა კოვიდის დროს და საშუალოდ რო ავიღოთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს იღებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ესენი არის მსოფლიო ბანკი, EBRD, KfW, ყველა სხვა, საშუალოდ ვიღებთ 1.2 მილიარდ დოლარს, საშუალოდ წლიურად. მაგრამ განსაკუთრებულად დიდი თანხები არის მაშინ, როდესაც რაღაცა ტიპის საგარეო შოკს, ეკონომიკურ შოკი აქვს ქვეყანას ხოლმე. აი ეს ციფრებიც მაგას აჩვენებს, რატო გავაკეთე ამაზე განსაკუთრებული აქცენტი, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღეს საქართველოს არ აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არანაირი ხელშეკრულება, რომ ასეთი ტიპის შოკი თუ დაგვიდგა უახლოესი პერიოდის განმავლობაში, ჩვენ შესაბამის თანხებს მივიღებთ საერთაშორისო საფინანსო სავალუტო ფონდიდან. ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეალურად მსხვილი ბანკებიც და მსხვილი კომპანიებიც დამატებით თანხებს იღებდნენ ხოლმე მსოფლიო ბანკიდან, EBRD-დან, როდესაც რაიმე ტიპის ეკონომიკური შოკი დგებოდა ქვეყანაში. რეალურად ეს პერსპექტივაც აღარა გვაქვს და შესაბამისად გაზრდილია უკვე ეკონომიკური რისკები ქვეყანაში. ამასაც შევეცდებით ცოტა მარტივად ავხსნა. ეს არის 2023-24 წლების შედარებები იმ თავარი პარამეტრების მიხედვით, რომელიც იწვევს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს ნაწილი ბოლოში, ეს არის წითლად რაც არის, ის არის რა შემცირდა, მწვანეთ რაც არის, ის არის რა გაიზარდა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს 2024 წლის 9 თვის ანალიზის შედეგად, ჩვენ გვაქვს 40%-იანი კლება პირდაპირ ინვესტიციებში, ჩვენ გვაქვს 16%-იანი კლება მუშაკთა ანაზღაურებაში, ჩვენ გვაქვს 22%-იანი კლება IT ექსპორტში და ჩვენ გვაქვს სერიოზული შენელება საქონლის ექსპორტში, ტურიზმში და ფულად გზავნილებში. ტურიზმ თუ ავიღებთ, აქ კიდევ უარესად არის სიტუაცია, იმიტომ რომ ეს არის აღებული 9 თვის მონაცემები და ნოემბერ-დეკემბერი რო ავიღოთ, ნოემბერ-დეკემბერი რეალურად ეხლა ხას ველაპარაკებოდი სწორედ რამოდენიმე ექსპერტს, განახევრებულია ტურიზმის შემოსავლები ქვეყანასთან, კიდევ უფრო დაბლავებულებიან, განახევრებულია გასული წლის ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით და იანვარი კიდევ უფრო რთული ჩანს. იანვარ-თებერვალით სავარაუდოდ. ანუ ტურიზმი თუ აქ შემთხვევაში 9 თვის არის აღებული ეს პროგნოზი, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია ტურიზმი სავარაუდოდ. შესაბამისად, მოხდა რა? მოხდა ჩვენ ფულს საიდანაც ვიღებდით, იმ თანხების შემცირება, უფრო ნაკლები მივიღეთ
გასავალი გქონდა თითქმის იგივე იმპორტი და ეს ყველაფერი დაფინანსდა რეზერვებით. აი ეს 848 მილიონი დოლარი რაც არის, ეს არის რეალურად 848 მილიონი დოლარი ეროვნულმა ბანკმა დააფინანსა ამ 9 თვის განმავლობაში, გაისროლა, ასე ვთქვათ, იმისათვის, რომ დაებალანსებინა ქვეყანაში შემოსავლები და გასავლები. იმიტომ რომ შემოსავლები შეგვიმცირდა. ოჯახი ცხადახარ რომ მცირდება ოჯახის შემოსავალი, რაღაცნაირად სესხით უნდა დააბალანსო, ამ შემთხვევაში ქვეყანას გააჩნია რეზერვები და ამ რეზერვებით დააბალანსა. აი რაც შეეხება რეზერვებს, ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. რეზერვები საგრძნობლად არის შემცირებული 5.4 მილიარდი დოლარიდან შემცირებულია 4.4 მილიარდ დოლარზე ბოლო 1 წლის განმავლობაში, თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ რეზერვებს ძირითადად ეკონომისტები ბრძომავთ იმპორტის ჯერადობის მიხედვით. ანუ შენი ქვეყნის რეზერვი რამდენ ჯერადი არის ერთი თვის იმპორტთან შედარებით. 2021 წელს ეს იყო 7 ჯერადი იმპორტი გქონდა ქვეყანას რეზერვების სახით, დღეს გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ 2.8 ჯერადი იმპორტის რეზერვი. რაც არის კრიტიკულ მინიმუმზე დაბლა, ანუ 3 ჯერადი უნდა იყოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით და ეს არის დღესდღეობით მხოლოდ და მხოლოდ 2.8 ჯერადი, რაც პრინციპში იმას ნიშნავს, ძალიან დიდი ალბათობით, რომ Fitch-ი ან Standard & Poor's, როდესაც გააკეთებს კიდე ერთხელ შეფასებას ქვეყნისას მომავალი 3-4 თვის განმავლობაში, არის საკმაოდ მაღალი შანსი იმისა, რომ B- რისკიდან ჩამოგვიყვანოს B+-ზე. ანუ ეს კიდე უფრო გააძვირებს კრედიტს, კიდე უფრო შეამცირებს ქვეყანაში ვალუტის შემოდინებას. რეალურად ასეთი ტიპის საშიშროების წინაშე უკვე ვდგევართ. აქედან გამომდინარე, მოკლედ ეს შესავალი რატო გავაკეთე იმისთვის, რომ ამეხსნა, რომ 2025 წელში რო შევდიოდით, უკვე შევდიოდით გარკვეული პრობლემებით ბოლო კვარტალი რომც არ ყოფილიყო. ანუ აი ეს პოლიტიკური კრიზისი რომც არ ყოფილიყო, რაც დადგა ბოლო ოქტომბერ-ნოემბრის შემდეგ. მიუხედავად მაგისა, საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს უფრო დაბალი იქნებოდა ზრდის მიხედვით მაინც, ვიდრე გასულ წლებში 6%-ზე იყო დაგეგმილი. უკვე გარკვეული პრობლემები ჰქონდა ქვეყანას და უკვე პრობლემები იყო სხვადასხვა ტიპის სხვადასხვა მიმართულებით შენელების თვალსაზრისით, იმიტომ რომ აი ეს ეფექტი, რომელიც ეკონომიკამ დადებითი ეფექტი მიიღო რუსული ფულის შემოსვლიდან, ეს უკვე გასული იყო და შესაბამისად ჩვენ საკმაოდ რთულ არა რთულ, მაგრამ არც თუ ისე მაღალი ზრდის მდგომარეობაში ვიქნებოდით. ამას უკვე დაემატა პოლიტიკური კრიზისი. ამას დაემატა რეალურად პრობლემა, რომელსაც ქვეყანა ჩააყენა გარკვეული ტიპის იზოლაციაში. და შესაბამისად აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავკეთებინდა ორი სცენარი. სცენარი ერთი არის, თუ იზოლაცია და ეს პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდება რაღაცა პერიოდის განმავლობაში, რაც არ უნდა მოხდეს არც ეს შემთხვევაში, იმიტომ რომ ნახავთ, რომ ამას კიდევ უფრო უმძიმესი ეკონომიკური შედეგები მოყვება და ეს მე მგონი ყველა უნდა მიხვდეთ ამას ბიზნესიც, მთავრობაც და საზოგადოებაც, რომ ასეთი პოლიტიკური კრიზისი და ასეთი ტიპის იზოლაციის გაგრძელებას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები მოყვება. მეორე სცენარია, რომ თუ ეს კრიზისი გადაწყდება უახლოესი პერიოდის განმავლობაში, წლევანდელი წლის პირველ ნახევარში. პირველ სცენარის მიხედვით ეს უბრალოდ გავაკეთეთ ანალიზი ჩვენი ეკონომიკის და ავიღეთ გასული კრიზისების დროს რა რეაგირება ქონდა ჩვენს ეკონომიკას სხვადასხვა მიმართულებებზე და შესაბამისად გადმოვიტანეთ წლევანდელ წელზე და გავაკეთეთ გარკვეულწილად გათვლები რა მოუვა სხვადასხვა მიმართულებას სხვადასხვა სექტორს ამ პერიოდის განმავლობაში თუ ის პროცესები გაგრძელდა, რომელშიც დღეს ვართ. კიდე ერთხელ ვიმეორებ, პროცესები არის ის, რომ პირდაპირ ინვესტიციები შემცირებულია 40%-ით, ტურიზმი მცირდება საკმაოდ სწრაფად, აქ კიდე უფრო ნაკლები შემცირებაა გათვალისწინებული, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და გადმორიცხვები მცირდება და შესაბამისად ეს ყველაფერი იწვევს ეკონომიკის შეკუმშვას. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რეალურად რამოდენიმე მაკრო პრობლემა. პირველი პრობლემა არის გაცვლითი კურსი. უკვე ჩანს, რომ დღესდღეობით ლარი არის უფრო ძვირი, ვიდრე უნდა იყოს და ის 10-15%-ით
უფრო მაღალ ნიშნულზე უნდა იყოს. ანუ თუ დღეს ლარი არის 2.84-ზე, 83-ზე, ის უნდა იყოს დაახლოებით 3.1 ნიშნულზე. ეს ჩანს ციფრებიდან, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, პირველ ნაწილზე, მარცხენა ნაწილზე არის უცხოური შემოდინებები და როგორ კორელაციაშია ეს ლარის და დოლარის კურსთან. ხედავთ, რომ ბოლოსში რეალურად აი ეს განშტოება გამოწვეულია ეროვნული ბანკის ჩარევის გამო და როდესაც ეროვნული ბანკმა რეზერვები გაყიდა და უცხოური შემოდინებები კი შემცირდა, მაგრამ ისეთი ცვლილება არ გამოიწვია ეს ლარი დოლარის კურსზე. მეორე ცხრილი კი ნაჩვენებია ქართული ლარი როგორ კორელაციაში არის ჩვენ სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან. ანუ ჩვენი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, ევროკავშირი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ასე. მათ ვალუტებთან ჯამში რა კორელაციაში არის. აი ის ბოლოს სწორდება ხოლმე შავ ხაზზე. შესაბამისად, ეს პროცესი არის დაძრული მაღლა და ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს პერიოდში ეს ცხრილი უნდა გასწორდეს, ქვევით ჩამოვიდეს და ეს ორივე, ასე ვთქვათ, მაკროეკონომიკური ანალიზი აჩვენებს ძალიან მარტივად, რომ უახლოეს 3-6 თვეში უნდა ველოდეთ ლარის კურსის გაუარესებას მინიმუმ 3.1-ზე, შეიძლება ცოტა უფრო მაღლა, გააჩნია რა რეალობა იქნება, ასე ვთქვათ, თუ პოლიტიკური რეზოლუცია დადგება ქვეყანაში. თუ გაუარესდება, მაშინ ნამდვილად 3.1 არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ დააბალანსოს ქვეყანაში ვალუტის შემოდინება გადინება. კურსი თითქმის ძალიან ახლო კორელაციაშია ინფლაციასთანაც. ჩვენ რეალურად ხედავთ, რომ იმპორტი გძვირდება, რეალურად ეს ჯერ ასახული არ არის სამომხმარებლო ინფლაციაზე და ჩვენი გათვლებით ინფლაციას წლევანდელ წელს უნდა ველოდეთ 6%-ს. ეს არის საშუალო წლიური და სავარაუდოდ ცოტა მაღალსაც კი. რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას, აქაც გვაქვს ორი სცენარი. პირველი სცენარი ჩვენ ვამბობთ, რომ რეალურად ნეგატიური შედეგი უკვე დადგა. ის რა პროცესშიც ქვეყანა შევიდა, ჩვენ ყველა შემთხვევაში გვექნება 2025 წლის პირველ ნახევარში ყველა ვარიანტში და საერთოდ 2025 წელსაც უარყოფითი ზრდა. ანუ ჩვენი პროგნოზი არის 2%-იანი მინუსი, რაც 25 წელს ექნება ქვეყანას. თუ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა და ახალი არჩევნები დაინიშნა, რაც შევა მალე და იზოლაციიდან გამოვედით და აღდგა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შემოდინებები, აღდგა პირდაპირ ინვესტიციები, მაშინ 2026 წელს ჩვენ უკვე გავდივართ პოზიტიურ ზრდაზე, +3.5%-ზე, მაგრამ თუ ეს არ მოხდა უახლოეს 6 თვის განმავლობაში, უახლოეს 4 თვის განმავლობაში, პრობლემა ის არის, რომ ეს კრიზისი არის გარძობითი. ჩვენ ვერ ვხედავთ როგორ შეიძლება ჩანაცვლდეს უახლოესი 18-24 თვის განმავლობაში ის შემოდინებები, რომელსაც ქვეყანას ჰქონდა გასული წლების განმავლობაში, როგორ შეიძლება ჩანაცვლდეს სხვა რესურსიდან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს პრობლემა, როდესაც თუ ეს კრიზისი გაგრძელდა 2025 წელს და 2026 წელს, სავარაუდოდ დაახლოებით -3.4, -3.7%-ის ეკონომიკურ კლებას უნდა ველოდოთ. და კურსიც რო ვთქვით 3.1 თქო, ესეც არის რეალურად უახლოესი 3-6 თვის პროგნოზი. თუ კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა, ძალიან დიდი შანსია, რომ ეს კურსმაც არ იყოს საკმარისი ამ კურსის ასეთ ნიშნულზე გაჩერება. რას იწვევს ეს პროგნოზი ბიუჯეტისთვის? ანუ შესაბამისად ბიუჯეტი რო იცოდეთ, დაგეგმილი არის +6%-იან ზრდაზე. თუ +6%-იან ზრდაზე დაგეგმილი ბიუჯეტი და სინამდვილეში რეალობაში გვექნება -2%-იანი, -2.5%-იანი კლება, შესაბამისად გვაქვს ბიუჯეტში სერიოზული პრობლემა. სავარაუდოდ ჩვენი გათვლებით საბიუჯეტო პრობლემა არის მინიმუმ 1.3 მილიარდი ლარის, მაქსიმუმ 1.6 მილიარდი ლარის. ანუ დიდი ხანია სეკვესტრი სიტყვა არ გვეხმარია, უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეიძლება ქვეყანას დასჭირდეს ერთი მხრივ სეკვესტრი, ანუ ხარჯების შემცირება, ან მეორე მხრივ
სესხის აღება, რომელიც საგარეო ბაზარზე ძალიან გაუჭირდება ქვეყანას, ადგილობრივ ბაზარზე აიღებს სავარაუდოდ სესხს, ან იმ ნაშთის გამოყენება, რომელიც გასული წლიდან გადმოიტანა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ეს არის მაინც დეფიციტური დაფინანსება, ანუ შემოსავალი ნაკლები ექნება ქვეყანას, გასავალი ბევრი ექნება, რაც კიდევ დამატებით წლებს გააკეთებს ინფლაციაზე და კიდევ დამატებით წლებს გააკეთებს კურსზე. ანუ ყველაზე დიდ პრობლემას რაში ვხედავთ ჩვენ, ეს არის გარკვეულ სპირალისებურ ეკონომიკურ პრობლემაში შესვლაში, თუ არასწორი მაკროეკონომიკური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, დიდი შანსია, რომ 2 წლის განმავლობაში აი ესეთმა ტიპის, ასე ვთქვათ, ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვიოს სპირალისებული პრობლემები, ერთი მხრივ კურსის გაფუჭების, მეორე მხრივ ინფლაციის და მესამე მხრივ ბიუჯეტის დეფიციტის. რამოდენიმე სლაიდი კიდე რომ დავასრულო ეს ნაწილი ჩემი პრეზენტაციის, სანამ ასე ვთქვათ, იმ ვარიანტს შემოგთავაზებთ, რაც შეიძლება რომ ქვეყანას კონდეს, მნიშვნელოვანი მომენტი საბანკო სექტორისთვის. ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ 62% სესხების იურიდიული კომპანიების სესხების 62% არის დოლარში დაფიქსირებული. ანუ ნებისმიერი კურსის ცვლილება სერიოზულ პრობლემას უქმნის განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს. ეს ბევრს გამოცდილი აქვს, რომ როდესაც შემოსავალი გაქვს ლარში, გასავალი სესხი გაქვს დაფიქსირებული დოლარში, კურსი გაიქცევა და შესაბამისად თელს მოგების დიდ ნაწილს ჭამს სწორედ დოლარში გასასტურებელი სესხი. ამ ფონზე ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ დეპოზიტების დოლარიზაცია იზრდება. აი ბოლოს ამ ნაწილებს რომ ნახოთ 35%-ზე რო ასული და 67-ზე. ეს არის ბოლო თვეების მომენტი, როდესაც როგორც იურიდიულ პირებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა დაიწყეს თავისი დეპოზიტების ლარიდან დოლარში გადატანა. ანუ ეს კიდე დამატებითი წნეხია საბანკო სექტორისთვის იმისათვის, რომ დოლარზე გაიზრდება მოთხოვნა და კიდევ უფრო დიდი დამატებითი პრობლემა შეექმნება კურსს. აი ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომელსაც მე მგონია, რომ საბანკო სექტორმა უნდა უყუროს. ბოლოს კი დავამატებდი, რომ ჩვენ ახლა შესულები ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც სესხები გაზრდილი აქვს, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე იურიდიულ კომპანიებს, სესხების ზრდის პროცესში ვართ. ამ პროცესს აუცილებლად დაემატება სესხების გაძვირება ამ ის ყველაფრის ფონზე, რაც მე ახლა მოვყევი და შესაბამისად ესეც დამატებითი წნეხი იქნება ბიზნესზე, თქვენზე, რომელიც შესაბამისად შეიძლება ვერ მოახერხოს, ასე ვთქვათ, ამ კრიზისიდან ადვილად გამოსვლა, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ შევდივართ საკმაოდ მნიშვნელოვან, რომელიც ჯერ არ ჩანს, ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯერ ეს არ იგრძნობა. გარდა ტურიზმის სექტორისა, ამას ჯერ ბიზნესი ვერ გრძნობს. ეს ჩანს მხოლოდ იმ ციფრებიდან გამომდინარე, რომლის ანალიზი ჩვენ გავაკეთეთ ბოლო თვეების განმავლობაში. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ტიპის ანალიზი ჯერ არც ერთ ორგანიზაციას არ გამოუქვეყნებია, ვიცი რომ სოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა გარკვეულწილად პროგნოზი, მაგრამ ის ველაპარაკებს სოფლიო ბანკს და ის პროგნოზი არის ეფუძნება გასული წლის პირველ 3 კვარტალს, არ არის გათვალისწინებული მეოთხე კვარტალი და არ არის გათვალისწინებული ბოლო პოლიტიკური მოვლენები, არ არის გათვალისწინებული იზოლაცია ეკონომიკური და პოლიტიკური, შესაბამისად სხვა ორგანიზაციებს შეიძლება გაკეთებული აქვს და თავისთვის აქვს გაკეთებული, მაგრამ ისე რომ რომელიმე ორგანიზაციას ასე ვთქვათ საჯაროდ გააკეთებია პრეზენტაცია მაკროეკონომიკური პროგნოზის იმ ფონზე, რომელიც დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს, ეს რეალურად ეს ალბათ პირველი ესეთი ტიპის ეს არის, რა ქვია, პრეზენტაციაა. შესაბამისად, გვაქვს ძალიან ესეთი მარტივად ასახწერი სიტუაცია. 2025 წელში ისედაც შევდიოდით შედარებით დაბალი ზრდით, ის შემოსავლები, რაც გქონდა გასული 3 წლის განმავლობაში, უკვე მინელების პროცესში იყო, შესაბამისად შევდიოდით დაბალი ზრდით, მაგრამ ამას დაემატა ის ფაქტორები, რომ ჩვენ არ გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელშეკრულება, გვიმცირდება საერთაშორისო ვალუტის შემოდინებები ქვეყანაში, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ასევე პირდაპირ ინვესტორებიდან, გვაქვს ტურიზმში, ექსპორტში, გზავნილებში და პირდაპირ ინვესტიციებში საგრძნობის შემცირება და დაწყებულია დანაზოგების დოლარში კონვერტირება. შესაბამისად, ამ ყველაფრის ფონზე
ის პროგნოზები, რაც გითხარით ციფრებში, ეკონომიკურ კურსთან დაკავშირებით, ბიუჯეტის პრობლემებთან დაკავშირებით და კურსთან დაკავშირებით არის წინასწარი მონაცემები, რომლებიც ჩვენ ეს ანალიზის შედეგად გავაკეთეთ, რომელიც ჩვენ დიდი სიამოვნებით მზადვართ, რომ ყოველ 3-4 თვეში განვაახლოთ და მოგახსენოთ, რომ როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს მდგომარეობა და თუ ეს გაგრძელდა, ეს სიტუაცია გაგრძელდა ბევრად უფრო სავალალო ეკონომიკურ შედეგებამდე მივალთ, მაგრამ გამოსავალი რა არის? გამოსავალი ნამდვილად არის ის, რაზეც ჩვენ ვართ აქ ახლა შეკრებილები. ახალი არჩევნები, ევროინტეგრაცია და საქართველოს ეკონომიკურ ჰაბად ქცევა. იმიტომ რომ ეს არის რეალურად საქართველოს ეკონომიკური ალტერნატივა. ამას სხვა ალტერნატივა არ აქვს. მე მინდა უბრალოდ 2-3 სლაიდში დაგანახოთ, რაზე მაქვს ლაპარაკი, ანუ რას ვკარგავთ, რა შანსს ვკარგავთ მეორე მხარეს. ევროინტეგრაციის შემთხვევაში საქართველოს წარმოიდგინეთ, რომ ხდება ნელ-ნელა ევროპის ოჯახის წევრი. ევროპის ნაწილი შეიძლება გავხდეთ რამოდენიმე წელიწადში, მაგრამ ყველა რეგულაციით ხდება ჰარმონიზაცია საქართველოსი ევროპასთან, თავის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით და სხვა ასეთი რეფორმებით და ამავდროულად საქართველო არის აი ამ კავკასია შუა აზიის ერთიანი ეკონომიკური სივრცის ნაწილი. და აი ამაზე ბევრს არ უფიქრი ალბათ, რომ აი ეს რო ავიღოთ ერთად ხო, კავკასია, შუა აზია ერთად და ერთად წარმოვიდგინოთ როგორც ერთიანი ეკონომიკური სუბიექტი. ეს არის ძალიან ძლიერი და ძალიან დიდი ეკონომიკური სუბიექტი. ეს არის რეალურად ფართობით მე-7 ადგილზე მსოფლიოში, მოსახლეობით 100 მილიონ ადამიანამდე, მე-17 ადგილზე, მთლიანი შიდა პროდუქტით 565 მილიარდი დოლარის ეკონომიკა, ანუ მსოფლიოში 26 ადგილზე, სასოფლო სამეურნეო მიწებით მსოფლიოში მე-4 ადგილზე. გარდა ამისა, აი ეს ეკონომიკური სუბიექტი არის წიაღისეულით, ბუნებრივი წიაღისეულით მსოფლიოში 5-ეულში. ძალიან ბევრი მიმართულებით. ისეთ როგორც არის ურანი, ბუნებრივი აირი, ნავთობი, ოქრო, მაგალითად ურანის წარმოება, მსოფლიოს ურანის წარმოება ამ რეგიონში არის 42%. მსოფლიოს ურანის 42% იწარმოება ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. მსოფლიო ბუნებრივი აირის 4.6% იწარმოება აქ და 7%-ის მარაგი გვაქვს. ნავთობი 4.6% იწარმოება, ოქრო 6.5% იწარმოება. ანუ მსოფლიოს 5-ეულში შედის ეს რეგიონი, რო წარმოვიდგინოთ როგორც ერთიანი სუბიექტი და ამ რეგიონს იმ სანქციებიდან გამომდინარე, რაც დღეს აქვს რუსეთს და ირანს, ერთადერთი გასასვლელი დასავლეთზე აქვს საქართველო. ანუ ვართ უდიდრესი რეგიონის შუაში კარიბჭე, ერთადერთი დამაკავშირებელი ამ რეგიონის და დანარჩენი მსოფლიოსი, დასავლური მსოფლიოსი. აქამდე ეს დამაკავშირებელი იყო ნოვოროსიისკის პორტი. და უდიდესი ნაწილი სწორედ აი ამ სიმდიდრის მიქონდათ რუსულ კომპანიებს, სწორედ იმიტომ რომ მათ ჰქონდათ მონოპოლია ტრანზიტზე, მონოპოლია ექსპორტზე, მონოპოლია ნოვოროსიისკის პორტზე და ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები უბრალოდ ვერ შედიოდნენ შუა აზიაში, იმიტომ რომ იქიდან რომ გამოეტანათ ნებისმიერი პროდუქტი, მაინც ნოვოროსიისკის პორტზე უნდა გასულიყვნენ. მაგ პერიოდის განმავლობაში, სამ დასაქცირდებოდა რუსული ეს კომპანიები. შესაბამისად, ამ ფონზე ჰქონდათ რუსეთს საკმაოდ დიდი გავლენა სწორედ ამ რეგიონზე, აი ამ მონოპოლიის გამო, მაგრამ დასანქცირების შედეგად სწორედ ეხლა და ჩვენ ეს კარგად ვიცით, რომ ჩვენი კომპანია ყველა ამ ქვეყანაში მუშაობს და თითქმის ყველა ამ ქვეყანაში გვაქვს ჩვენი ოფისები. ამ დასაქცირების შედეგად ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს ამ ქვეყნებმა, რომ დივერსიფიკაციით წავიდნენ, არც რუსეთი, რა თქმა უნდა, იქ ჩინეთს გავლენა აქვს თავისი რუსეთს თავისი გავლენა აქვს, მაგრამ მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ აი ამ დივერსიფიკაციის და სწორედ საქართველო შეიძლება გახდეს ის კარიბჭე, რომელიც დააკავშირებს ამ უმდიდრეს რეგიონს და ლაპარაკი არის, ჩვენი გათვლებით მინიმუმ 65 მილიარდ დოლარზე წელიწადში, რაც შეიძლება, რაც აქამდე გადიოდა ნოვოროსიისკის პორტზე და რუსულ კომპანიებზე და რაც შეიძლება, ამის ნაწილი რა თქმა უნდა მთლიანად ვერა, რაც ნაწილმა იაროს საქართველოს. საქართველოს ასევე აქვს ეხლა შანსი, რომ გახდეს გარკვეულწილად სათავო ოფისი. სათავო ოფისი, იმიტომ რომ ევროპული კომპანიები და ამერიკული კომპანიები თუ შევლენ ინვესტიციებით ამ რეგიონში, სათავო ოფისებს საქართველოში გააკეთებენ, იმიტომ რომ საქართველოში უნდა იყოს ის სწორედ ევროპული
ჰარმონიზაციაში მოყვანილი რეგულაციები, სასამართლო და ასე შემდეგ და შესაბამისად აქ უნდა შეიქმნას ის სამუშაო ადგილები, რომლებიც უნდა მართოს ეს ინვესტიციები. აი იდეა არის ეს და რატო არის ახლა ეს მნიშვნელოვანი? აი ამ პერიოდის განმავლობაში ეს ფანჯარა რატო გვაქვს ახლა? ძალიან მარტივი მიზეზია. დასაქცირებულია როგორც რუსეთი, ასევე ირანი, როგორც ხედავთ, გასასვლელი არის საქართველოს. დაიწყო პროცესი დიდი პრივატიზაციის ამ მთელს რეგიონში, შუა აზიაში, დაიწყო პროცესი სინამდვილეში დასანქცირებული კომპანიების ჩანაცვლების და ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას თუ არ მიიღებს მონაწილეობას ევროპული და ამერიკული კომპანიები, ეს დამოკიდებულია იმაზე, საქართველოს იქნება თუ არ იქნება, ასე ვთქვათ, ევროპული ოჯახის ნაწილი. თუ საქართველოს გაწითლებულია, მაშინ მთლიანად ეს რეგიონი ხდება დასაქცირებულ რეგიონში და რეალურად ჩინეთს აქვს ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, შანსი, რომ ყველაზე დიდი გავლენა იქონიოს ამ რეგიონის ეკონომიკაზე. შესაბამისად, ალტერნატივა იმისა, თუ რა არის დღეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი აზრით არის სწორედ ევროპული ინტეგრაცია, ახალი არჩევნები, რომელსაც შეიძლება კიდე დარწმუნებული ვარ, მოუტანს ქვეყანას ძალიან სწრაფ და ძალიან შედეგიან ზრდას. და ეს არ არის უბრალოდ ლიტონის სიტყვები. ეს ზრდა, მე ვამბობ, ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგებაზე 2-3 წელიწადში. ეს საქართველოს, ანუ ეს გაკეთებული აქვს რამოდენიმე ქვეყანას. ეს არ არის რაღაც ღაპრი და მოტანილი სიტყვები. ანუ ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს და პოლონეთს ამ 4 ქვეყნებს სწორედ ევროპული ინტეგრაციის პერიოდში, სწორედ იმ დონეზე როცა ქონდათ ეკონომიკური განვითარება, როგორც დღეს საქართველოს აქვს, მათი ეკონომიკები გაორმაგდნენ 2-3 წელიწადში. აი მაგალითად ლიტვა-ლატვია შემთხვევაში 7000 დღეს საქართველოს ეკონომიკა არის $8,900 ერთსულ მოსახლეზე, მთლიანი შედაპროდუქტი, მათი ეკონომიკები იყო 7500, 7800 და გაორმაგდნენ 2-3 წელიწადში. ანუ ეს შესაძლებელია, ეს ამ ქვეყნებმა გააკეთეს და ეს ასევე შესაძლებელია გაკეთდეს საქართველოშიც. თუ გვექნება, რა თქმა უნდა, ღია ეკონომიკა, პოლიტიკური კრიზისი იქნება დაძლეული, ის რაც ჩვენ ყველანი ვითხოვთ, ახალი არჩევნები დანიშნული და ევროინტეგრაციის პროცესი გაგრძელებული. თუ ეს არ იქნება, ჩვენი პროგნოზი არის, რომ საქართველო გახდება მაღალი შემოსავლის ქვეყანა, ანუ დღევანდელი მონაცემებით მსოფლიო ბანკის ციფრი, რომელიც განსაზღვრავს მაღალი შემოსავლის ქვეყანას არის $12,000, საქართველო გახდება მაღალი შემოსავლის ქვეყანა 2060 წელს. აი ესეთი ტრაექტორით თუ გავაგრძელეთ. ხო? თუ უკვე რაღა დარჩა რომ აგერ მივსულვართ. თუ გვექნება რაღაც შედარებით ნორმალური რეფორმები, საქართველო გახდება მაღალი შემოსავლის ქვეყანა 2025 წელს, ხოლო თუ გვექნება ის რეფორმები, რომელზეც საუბრობ, თავისი ევროინტეგრაციის, თავისი ჰაბის ეკონომიკით, თავისი ევროპული და ამერიკული კომპანიების მოზიდვით, ინვესტირებით, თავისი შუა აზია და შუა აზია კავკასიის დამაკავშირებელი როლით, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოთ და ძალიან დიდი პოტენცია აქვს სწორედ ქართულ ბიზნესს. მაშინ ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ძალიან ბევრს მუშაობთ ამ რეგიონებში და უზარმაზარი პოტენცია აქვს ქართულ ბიზნესს სწორედ ამ რეგიონში ძალიან დიდი ფულის და ძალიან დიდი ბიზნესის კეთების. შესაბამისად თუ ეს მოხდა, რეალურად ჩვენ შეგვიძლია ძალიან მალე 2030 წლამდეც კი 2029-30 წლებში საქართველო გახდეს მაღალი შემოსავლების ქვეყანა. აი ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. ძალიან დიდი მადლობა.